გამარჯობათ, პატივცემულებო, საღამო მშვიდობისა, ღამე მშვიდობისა, ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს თქვენს წინაშე პარასკევი დღეა და ვიქნებით ცოტა ხანგრძლივად, შეიძლება ვთქვათ ასე. პირველი გადაცემის შემდეგ გვექნება მცირე ჭრა, ასე ვთქვათ, დაცუთიანი და კვლავ დაგიბრუნდებით სტუდიაში მყოფი ადამიანები, გეგა ხვედელიძე და მე ბექა თაუბერი კაპანაძე. მე მინდა მთელს ქვეყანას, მთელს სამართლმადიდებლოს ჩემო გეგა, შენ თავისთავად და ყველას მიულოცო დღევანდელი დღესასწაული, უდიდეს წმინდანთა ხსენების დღე, დღეს გახლავთ მეგობრებო, კოზმა და დამიანეს ხსენების დღე. კოზმა და დამიანეს ხსენების დღე. ესენი გახლდათ და ბრძანდებიან უერცხლოდ კურნალნი, ანუ უანგაროთ პრაგმატულის ყოველგვარი გამურჩენის გარეშე მკურნალი, რომელიც სიცოცხლეშივე არაერთ დიდ სასწაულს და კურნებებს აღასრულებდნენ და გარდაცვალების შემდგომაც აგერ უკვე მერამდენე საუკუნეა აღასრულებენ და შევთხოვოთ ჩემო გეგა, ჩემო მეგობრებო, შევთხოვოთ კოზმა და დამიანეს ძალიან დაბინძურდა საერთოდ ჩვენი ქვეყნის ატმოსფერო არა მხოლოდ საერთოდ ყოფა ძალიან დასარევლიან და არა მხოლოდ აზროვნება არამედ და ურთიერთობები ადამიანთა შორის არამედ საერთოდ ორგანიზმიც თვითონ ჩვენი ფიზიოლოგია თუ როგორ უკონტროლოთ შემოდინებულს რას მიღებულობთ, რას მივირთმევთ ერთი დიდი უბედურებაზე აწეული ფასებია, მაგრამ თვითონ ხარისხი მეგობრებო, ხარისხი, რითაც ხელს ითფობენ ვიცით ვინც და რა ასე თქვათ ძალებიც ხომ. ასე რომ შევთხოვოთ კოზმა დამიანეს, რომ ჩვენი სნეულები, ჩვენი თანამოძმეები, ჩვენი მეგობრები და ყოველი სარეცელს მიჯაჭვული ადამიანი თავისი დაავადებათა გამო, თავიანთ დაავადებათა გამო გამოიხსნან და ჩვენს გვერდით დააყენონ კონკრეტულად ჩვენი ლევან ჩაჩუა, ჩვენი ძმა, ჩვენი თანამებრძოლი გამოკვეთილად მებრძოლი მამულიშვილი ინებოს უფალმა, რომ ჩვენს გვერდით მალე დააყენოს და ყველა სნეულის თითოეული ჩვენთაგანის ოჯახში იქნება თუ სადაც არ უნდა ბრძანდებოდნენ. ზურა მახარაძეს მინდა უსურო გამოჯანმრთელება და ფეხზე დადგომა, რა თქმა უნდა, რადგან მას აქვს ასევე ის მცირე თუ არა მცირე რა მნიშვნელობა აქვს ის ასე ვთქვათ განსაცდელი, რომელიც ვიცით კარგად რაც და როგორც. მე მსურს ჩემო გეგა შენთან ერთად რა თქმა უნდა დღეს ჩვენ ეთერში არაერთ სატკივარზე ვისაუბრებთ და არა მხოლოდ სატკივარზე მეგობრებო არამედ რა თქმა უნდა გამოსავალ გზებზეც არაერთ გზის გვისაუბრია და კვლავ გვექნება თქვენთან ამ კუთხითაც კომუნიკაცია გაცილებით მეტად ალბათ მეორე ფორმატში შემოუშვებთ ზარებს და მოგისმენთ და გიპასუხებთ და ისე მსურს თქვა რომ გაცილებით მეტად გამოაშკარავდა მამანთა და მამანთა ზრახვები კაცო სრულიად გაშიშვდნენ იყიდება საქართველო იყიდება უკვე მთლიანად მეგობრებო თავისი მიწაწყალით მოყვასი იყიდება ადამიანი იყიდება უკვე იცით ჩვენი წინაპარიც იყიდება გეგა აბა წინაპარს თუ არ ყიდი იმას როგორ მოქმედებ რასაც მოქმედებ დღეს პატივცემულო აი ასე თქვა ძლიერნო ამასოფლისათა მათ უპირველეს ყოვლისა გაყიდეს თავიანთი სული და ყველა უბედურება აქედან მომდინარეობს შემდეგ და შემდეგ იცით ეს ძალა ეს კვლავ მოყვასათ რომ აღვიქომთ და უწოდებთ ჩვენ მაგრამ თვითონ რომ საერთოდ არ მივაჩნივავთ იოტისოდენად თავიანთი ჩაი ამართლა ამ ქვეყნის შვილებად თავიანთ მოყვასათ ამ ძალამ თავის ბელადთან ერთად უკვე არაერთ გზის და დღეს განსაკუთრებულად
მკვეთრად განაცხადეს უკვე მათ, რომ ის ჩვენ რაც გვინდა, როგორც გვინდა, რა დროსაც გვინდა და რა მასშტაბითაც გვინდა, აი სწორედ იმას მოვიმოქმედებთ. ისე და იმ დროს. რა გამოდის? ეს ადამიანები გავიგეთ ასტრალში არიან უკვე და საერთოდ პულსი აღარ ესინჯებათ მათ. ქართული ეროვნული პულსი აღარ ესინჯებათ მათ. დიდი ხანია, მაგრამ ამით ყველაფერი ეს მიუთითებს და მიემართება იქითკენ, რომ ამ ხელისუფლების პოლიტიკური დღეები რა თქმა უნდა დათვლილია. ჯერ თვითონ წუთი სოფელია წარმავალი და ვინ როდის აღესრულება ღვთისგანგებულებას ვინ გამოიცნობს, მაგრამ თვითონ ეს პოლიტიკური დღეებიც ადრე და მალე დასრულდება, მეგობრებო, ეს განსასწრელი თითოეულმა ჩვენთაგან მომემუშაკეთ. აი ძალზედ მაგარმა ეროვნულებმაც ახლა როგორ შეიძლება ძალზედ ისეთ ეროვნულად მიგაჩნდეს ადამიანს თავი და მართლა რაღაცა დოზით შენიწილი პასუხისმგებლობა არ იგრძნო რაღაცეებში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასდროს არ გქონია ის სახელისუფლებო ბერკეტები, ჩვენ არასდროს არ გქონია, ასე ვთქვათ, აი არა იმის გამო, რომ ჩვენ მხარდაჭერა გვაკლდა, აი სწორედ იმის გამო, რომ ასე გადაწყვიტა ერთმა კაცმა და მის მსახურებაში მყოფმა, აი მთელმა, ასე ვთქვათ, კონგლომერატმა. მაგრამ ერთი მინდა იცოდეს, მათ ვიდრე ეს მადლიანი მიწაწყალი საბოლოოდ გასხვისდება ჯვარისწერი და ქართველი მოსახლეობაც მთლად აიყრება აი ამ ქვეყნიდან, ხო? იცით, მანამდე მოაწევს ჟამი ქართული სრულის ზეიმისა შეიძლება ითქვას. ქართველი ერისა და ბერის გაერთიანებისა და აი გამოტანილი ვერდიქტისა, რომელი ვერდიქტსაც მიიღებთ თქვენ აუცილებლად. კიდევ ერთხელ მინდა განუგეშოთ, თუმცა თქვენ სხვა რაღაცები განუგეშებთ ხოლმე და გითხრათ, რომ არანაირი გადატრიალობანობით, რა გადატრიალობანაც თქვენი დირიჟორობით მოიმოქმედეთ, რადგან ესეც დაგჭირდათ. არავით არის, ასე ვთქვათ, სამოქალაქო დაპირისპირებით და ასე შემდეგ. არა, აი სწორედაც ისე, აი როგორც ქართველი მოსახლეობა, მე სწორად აღვნიშნე და არა შემთხვევით, ერი და ბერი გამოიტანს თქვენს პოლიტიკურ ვერდიქტს. პარტიების გაუქმება, ეხლა ეს ყველაზე ახალია ამბავია და ჯერ რომელი პარტიები გაუქმებული არ იყო, კაცო, ის ერთი პარტია, რომელიც პოლიტიკურ მეუღლედ ყავდათ და ამდენი ხანი აცოცხლეს და მე ამათმა კი არ ჩამოშალეს, გეგა. საერთოდ პატივცემულებო, დაგვეთანხმებით ალბათ და დამეთანხმებით. ყველაფერი ის, რაც ანტიეროვნულ სულისკვეთებას, ანტიეროვნულ იდეოლოგიასა და საქმეს წარმოაჩენს, ასე საჯაროდ თუ მალულად, ხო, არ არის დაფარული, რომელიც არა გაცხადნეს, მაგრამ ყველაფერი, რაც მხოლოდ ძირს გამომთხრელია ქვეყნისათვის, ის ადრე და მალე თვითლპობად რეჟიმში გადაბრძანდება ხოლმე. და ესეთი რაღაცეები ემართებათ მერე კრეფსითად ძალებს თუ ინდივიდუალურად და ნუ იქ ორი პარტია კიდევ რა, ახლა მე ასე ვთქვათ, ამის შესახებ ჯაბას არ შეუდგები თუ რომელი პარტია და რატომ და როგორ. მე შემიძლია ერთი რამ თქვა, რომ ღვთისმგმობელ ძალას რომ დატოვებ, გაუფორმებლად, მეგობრებო. ღვთისმგმობელ ძალას, რომლის წევრების მიმართაც არაერთ გზის განაცხადა ჩვენმა დედა ეკლესიამ, რომ საუბედუროდ და სამწუხაროდ აი ამ სექტაში გაწევრიანებულთ რამე რომ დაემართოთ, წესის აგება არ ხდება მათ მიმართ. დიახ, ქართულ, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლური წესით ვერ აღესრულება მათი პანაშვიდი და საერთოდ წესს ვერ აუგებს მოძღვარი.
ძალას, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქრისტიანულ, ანტიეროვნულ ქმედება იდეოლოგიით იყო ყოველთვის დაკავებული, აღარ მოვიყვან ახლა რა, არ მხიბლავს, ხიბლი ცოტა სხვა თემატიკაა, მაგრამ არანაირად არ მესიამოვნება წარმოთქვა მათი საქმენი საგმირონი ბრჭყალებში. ხომ იქ გასაბერით რომ დადიოდნენ, იქ მერე რაღაც ეპისკოპოსობის საბუთები და ასე შემდეგ პირდაპირ ეთერში კიდევ პოპულარიზაცია, აი იმ ნარკოტიკებისა სწორედაც ტანდემში ხელისუფლებასთან, რომელ ნარკოტიკებსაც ვითომ ებრძვიან. ეს არ არის ბრძოლა, მეგობრებო, დღესაც ჩაძირულია ქვეყანა ნარკოტიკების ჭაობში. დღესაც ადვილად ხელმისაწვდომია ნარკოტიკი საქართველოში. დღეს ჩვეულებრივად შედიან ფეიჩარიცხვის აპარატებზე გიგა. არაერთი კაცო, ვინც მოიხმარს და ბევრი მოიხმარს საუბედუროდ. ჩაურიცხავენ, რა ვიცი, ვის ჩაურიცხავენ, რას შვებიან და მოდის ადგილზე მოდის უკვე, ადგილზე მოდის. ნარკოტიკი ადგილზე მოდის. მიდით. ასე რომ ეს ფსევდო ბრძოლა, ეს ფსევდო მამული ენას არწმუნოება, ეს ფსევდო ღირსებით შესვლა თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არის ძალზედ გამოაშკარავებული და ასეთ ძალას რომ შენ კვლავ შენს მიერ შექმნილს, კვლავ ფრთებქვეშ ამყოფებ, შენ მისი თანაზე არ ხარ. შენ არათუ მასზე ნაკლები არ ხარ, შენ მასზე მეტად გარყვნილების ჭაობში ხარ, რადგან შენ აძლევ ჟანგბაც და შენ აფეტიშებ და სრულ სასათბურე პირობებს უქმნე აი ასეთ პერსონებსა თუ ძალებს. იცით კიმ ჩენ ინს ადარებენ ხოლმე და არაერთ გზის ითქვა ახლა ტელევიზიით. რა თქმა უნდა, ზოგადი პათოსი ესეთია, რომ დიქტატურას ვინც ჩამოაყალიბებს, შეგვიძლია თანამედროვეებსაც შევადაროთ და რა თქმა უნდა, გარდასული ჟამისა და დროის ბევრ იმპერატორს, დიქტატორს, ხომ, არაერთის ჩამოთვლა შეგვიძლია მრავალი ქვეყნის მასშტაბით. იმპერიები ჯერ რამდენი იყო, ხო, არსებობდა. მაგრამ იცით რა, კიმ ჩენ ინს წეხანად საუბრობთ, გეგა, მთელი ქვეყანა, თავის ქვეყანა, მთელი ქვეყანა ხუტბას აღუვლეს, კაცო. ეთაყვანება და მთელი ქვეყანა ტაშს უკრავს. შეიძლება მავანმა თქვას ახლა იქ შიშის ფაქტორიც დიდი წილიაო, გესმით? მეგობრებო, აი ეს ჩვენი არა, ბელადი, არც თავის ავტორიტეტით, არც თავის უდავ ანაკონდური მოქმედებით და ძალმომრეობით არ არის ის ბუა, რომ აქ რაღაც შიშებში და კანკალში იყოს ქართველი ერი. და მან დაიმახსოვროს საუკეთესოდ ბატონმა ბიძინამ და საერთოდ მის ფრთებქვეშ მისგან დაფრთიანებულ ზოგიერთ ახალ გამოჩეკილებს და ზოგიერთებს კიდევ ძალიან კარგად რომ იცნობს მთელი საზოგადოება. ძალიან კარგად დაიმახსოვროს რომ და გაიხსენოს რომ ძალზედ ბევრი უღელი გადაუგდია საქართველოს. ძალზედ ბევრი უღელი ისტორიულად. იცით, აღარ მსურს იმ პიროვნებების ჩამოთვლა, არაბებიდან დაიწყო, მონღოლებით დავასრულო თუ თანამედროვე იმპერიებით რა მნიშვნელობა აქვს. როსტომ ხანით ბატონო, აი როსტომ ხანს საოცრად მოგავს დღევანდელი, ასე ვთქვათ, ეს პიროვნება. როსტომ ხანის დროს რა ხიდები არ შენდებოდა, საგზაო ინფრასტრუქტურა არ კეთდებოდა, ხო, არ შენდებოდა თუ რა. როსტომ ხანის დროს ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული, ასე ვთქვათ, ბუმი იყო საქართველოში, მეგობრებო. მაგრამ იცით, როგორც დღეს მაშინ ნაკლებად, მაგრამ მაშინაც ბრძანდებოდნენ ოლიგარქის არა, იმპერატორის და დიქტატორის
სუფრიდან ნამცეცების მოლოდინში ხალხი და ნამცეცების შემყურე. აი ეს პრაგმატიკოსები და კოლაბორაციაში მყოფნი, რომლებიც რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ რენეგატულ ასე ვთქვათ, ქმედებას წარმოაჩენდნენ მხოლოდ და მხოლოდ. ვერ შეიწყნარა როსტომ ხანი და როსტომ ხანები საქართველოს. დიახ, გითხოვს ხომ, აგვიღნიშნავს და განმეორდები. აი ეს აბანოში ის ქისა რომ დადომან და სპარსეთიდან ერთი ადგილის მოქანავე ბიჭები რომ ჩამოიყვანა და თვითონ კინტაურიც ანუ ქუნთაური როგორც შახის ჰარამხანების სიბილწის გამოტანა სააშკარაოზე მხოლოდ ამას წარმოაჩენს ეს პერფორმანსია თვითონ ფორმაც და მათი მიხრა მოხრაც რა ჩვენ რო შევიტყვეთ და ვითომ გადავაქართულეთ რა ქართველებს იმხელა საუნჯე გვაქვს ფოლკლორის სიმღერის ცეკვის და ასე შემდეგ ჩვენ არაფრის გადაქართულება არ გვჭირდება პირიქით რაც ქართულია ის არ გავაუცხოტომელოთ და ასე ვთქვათ გადავაჯიშოთ იცით იმ ქისაში იყო რა თქმა უნდა ის დიდი ასე ვთქვათ საგანძური რომელიც ეხლა ადამიანებს მაშინაც უჭირდათ საქართველოს ძალიან ბევრჯერ უჭირდა გიგა მაგრამ ვინც აბანოში შევიდოდა რა თქმა უნდა ჯილდოვდებოდა იმ ოქროთი მაგრამ მემატიანე როცა პირუთვნელად აფასებს და ქართველ მემატიანეებში ტენდენციურები არ სჭარბობდნენ ობიექტურებს არ გამორჩებოდა ერთი რამ ის სადაც დაწერა და მე-18 მუხლი ძეგლის დებისა დავით აღმაშენებლის რუის ურბნისის კრების ძეგლის დებას გულისხმობ რომ სასულიერო დასშიც იმყოფებოდნენ ისეთი პიროვნებები რომლებიც სისაძაგლეს ჩადიოდნენ და განკვეთა სადაც ეს დაწერა მემატიანემ დაწერდა ჩვეულებრივ ერისკაცედაც რომ ცდუნდა ქართველი შევიდა იმ აბანოში თუ სადღაც რაც იყო და როგორც იყო და იმ ოქროთითაც დაიჯილდოვა თავი და იმ სპარსელებს ჩაუგორდა ხო რა თქმა უნდა მისით ჩამოყვანილი რომ ყავდა როსტომ ხანს და აი როსტომ ხანობას ვერ შეჩვეული ქართველი ერი როგორ ფიქრობთ ისე დაჩიავდა ისე დაკნინდა რომ აი ეს უღელი რა მოსატანია გეგა იმ უღელთან კაც ფეოდალებს უწოდებთ ხოლმე ჩვენ ამ ადამიანებს რომელ ფეოდალებს უნდა შევადარო ეს სულიერად კონდრის კაცები ყველას არ გულისხმობ ის ფეოდალები ბრძოლაში გამოდიოდნენ 10 ბრძოლიდან 5 ბრძოლაში მაინც ღებულობდნენ მონაწილეობას და ზოგიერთ თავის სისხლით ჩამოუბანია თავისი რენეგატული ასე თქვა დამოქმედარი ხო ვისაც ჩამოუბანია და ახოვანები და ცხენოსან ცეროსნები იყვნენ კაცო ამათან საკმაოდ ჰეროიკულად მოჩანან ისინი არც ფეოდალები არ არიან ესენი ვინ არიან და რაც არიან ძალიან კარგად ვიცით ასე რომ ვერ განუგეშებთ იმით რომ გექნებათ პოლიტიკური მომავალი მეთანხმები ვიცი გეგადა სიამოვნებით მოგისმენ თუ გააგრძელებ არადა კიდევ მინდოდა რაღაცები მეთქვა თუმცა მეც მოვასწრებ ისმენთ მოგესალმებით მეც ვერთდები დღევანდელ წმინდანთა ხსენების მოლოცვას წმინდა კოზმა და დამიანეს მეოხება ქონოდეს ჩვენს ერს და ქვეყანას და თითოეულ ქართველ ადამიანს. ამინ. უპირველესი მიზნის განხორციელებაში რაც არის ღვთის სამეფოს სასუფეველის დამკვიდრება. ყველა ჩვენი მიზანი და ამოცანა უნდა იმსახურებოდეს ამ ერთადერთ უზენაეს მიზანს, რაც არის სულის ცხონება და გადარჩენა და არაფერმა არ უნდა წარგვიტაცოს ისე რომ ეს მთავარი ორიენტირი დაგვაკარგინოს. აი რა როდესაც ჩვენი ერი ამას გაიაზრებს და აღასრულებს იმ ღვთის ცნებას, რომ ეძიათ უპირველესად ღვთის სასუფეველი და სიმართლე მისი ესე ყოველი შეგეძინოთ, აი მაშინ დაიწყება საქართველოს ამაღლობა და გაბრწყინება და
როდესაც ჩვენი გონება არ იქნება წარდაცული აი ამ თუნდაც პოლიტიკური, თუნდაც ყოველდღიური მოვლენებით, რაც ჩვენ გვავიწყებს ღვთისმსახურებას. და ყველაფერი, რასაც მიწაზე აღვასრულებთ და რასაც ვანხორციელებთ, მოემსახურება იმ თავარი მიზნის განხორციელებას, რაც არის სულის ცხონება. ეს უპირველეს ყოვლისა და ამას შეგვეციოს წმინდა კოზმა და დამიანი. ეხლა რაც შეეხება იმას, რაცაც ჩვენ საუბრობდი და რაც ზოგადად ჩვენი ერის წინაშეა და რისთვისაც ჩვენ ძალისაებრ ვიბრძვით ღვთისმსახურებით. ბევრი არაფერი შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ ვალდებული ვართ ღვთისა და ერის წინაშე, რომ რაღაცა მაინც გავაკეთოთ. რამე თუ ამაზეც მოგთხოვს სამშაბათზე უფალი პასუხს თუ რას ვაკეთებდით მაშინ, როდესაც ჩვენი ერი დაღმასულით მიექანებოდა სამწუხაროდ რა. დღეს ქართულმა ოცნებამ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ელიტამ შექმნა ქვეყანაში ისეთი პირობები, ისეთი მდგომარეობა, ისეთი ვითარება გააჩინა, რომ ფაქტობრივად მე წინაზე ვთქვი ეს აზრი დაეკარგა ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობასა და მოღვაწეობას. ანუ დღეს ქართველი ადამიანი იმ რეალობის წინაშე აღმოჩენილი, რომ შენ ხვდები რომ რამდენიც არ უნდა იბრძოლო, რამდენიც არ უნდა იშრომო, რა ძალაც არ უნდა გაწიო პოლიტიკურად, პოლიტიკურ ველზე, ფაქტობრივად უტოპიამდე მიდიხარ, რამე თუ კონკრეტული ადამიანების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით როგორც გადაწყვიტავს, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ისე დაალაგდება, იმდენ პროცენტს დაგიწერეთ არჩევნებზე, იმდენ ადამიანს შეგიყვანენ ან არ შეგიყვანენ, ბიძინა ივანიშვილისვე შექმნილი და სასადბურე პირობებში დაყოფილი და აღმოჩენილი გირჩი არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რას ნიშნავს დღეს ქართული პოლიტიკა, რომელსაც ხელმძღვანელობს ეს პიროვნება ივანიშვილია რა. მან რომელმაც ეს გააჩინა და აღაზევა ეს პოლიტიკური ძალა, გარკვეულ ეტაპზე სრულად გახლიჩა, ორად გაყო, ერთი ნაწილი საკრებულოში დაგვისვა, მეორე ნაწილი სისხლის სამართლის დამნაშავეთა ლამის გამოაცხადოს და კიდევაც უზის ჯაფარიძე ციხეში. რა თქმა უნდა, ჯაფარიძის ადგილი მე ვფიქრობ ციხეშია არა კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არამედ იმიტომ რომ მან ძალიან დიდი სულიერი და ფიზიკური ზიანი მიაყენა ქართველ ერსა და საქართველოს, როდესაც მან თუნდაც დაწყებული ნარკოტიკების ლეგალიზაციის ხელშეწყობით და გაგრძელებული დეზერტირებად ქვეყნის მოსახლეობის გამოცხადებით, როდესაც აწერინებდა იმას, რა ქვია, გირჩის მღვდლის თუ რაღაცის, ესე იგი. დამსულის კეთებას მეორეები ემიჯნებიან. და ეს ერთობლივი ერთ იდეოლოგიის ქვეშ მყოფიეს ორგანიზაცია, რომელმაც ესე იგი სექტანტებად აქცია ქართველები და ბექამ ამაზე ისაუბრა, წესის აგების უფლებაც კი აღარ აქვს სამღვდელოებას, როდესაც ადამიანი იმ სექტას წევრად კვალიფიცირებული მიიცვლება და ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან, როდესაც მთელი საქართველო მოიცვა მარიხუანის ბოლმა და ესე იგი დაბოლილია დიდი და პატარა, ხო? ეს ჩვენ ხო ირგვლივ მიმოვიხედავთ, აი რა ხდება ქვეყანაში, რომ რამდენი ადამიანი სულისთვის ამ მომაკვდინებელ ცოდვაში იმყოფება და იმის მაგვირად რომ ხელისუფლებას ეს წლები ეზრუნა ყველანაირად ქართველი ახალგაზრდების ჯანსაღ ცხოვრებაზე, თუნდაც სამხედრო პატრიოტულ აღზრდაზე, რამე თუ საქართველო, რომელიც ორი ამხელა რეგიონი აქვს ოკუპირებული და რომელიც ცეცხლსაში ზონაში იმყოფება, პირიქით თელის სახელმწიფოს ძალისხმევა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ქართველი ახალგაზრდა ყმაწვილი მოტივირებული პატრიოტი სამხედრო მომზადება გავლილი და ბრძოლის უნარიანი გაიზარდოს. და რა პოლიტიკა აწარმოა ქართულმა ოცნებამ და მისმა სატელიტურმა ძალებმა, რომლებმაც ეს ყველაფერს პირობები შეუქმნეს, ნიადაგი მოამზადეს ამისთვის. როდესაც აღარ დაჭირდა შიდა კლანური დაპირისპირება წავიდა და ურთიერთქიშპით ესე იგი ვერ გაიყვეს რაღაცეები, ვიღაცეები რაღაცა თვეების განმავლობაში ციხეებში გამოკეტა და ფსევდო სამართალი აღასრულა წულუკიანის კომისიის სახით და იმის მაგივრად რომ ადამიანებმა, რომლებმაც ქართული სახელმწიფოებრიობა ანგრიოს წლების განმავლობაში, იმის მაგივრად რომ ამაზე დასჯილიყვნენ, დაისაჯენ რომ წულუკიანს არ იახლენ კომისიაზე და მეორე ნაწილი კიდე ეხლა საკრებულოებში წარმოაჩინა ვიღაცეების სახით, ეხლა ამბობს რომ ეს
ლელოს აუქმებს, ხო რა ეს ხო რაღაცა თვალებში ნაზრის შეყრა და რა უნდა მოვიმოქმედოთ და რა უნდა ვეძიოთ ჩვენ ამ აქედან რა დამოძღვრელობითი სწავლება უნდა მოგცეს ჩვენ აი ამ ყოველივემ რასაც უყურებთ ბოლო წლების განმავლობაში და რის ანალიზსაც ვაკეთებთ. უპირველეს ყოვლისა, რაც ყველაზე მთავარია, რასაც ჩვენი ერთობა და ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი ერთობა, ერთსულოვნება, მიზანდასახვა. საჭიროა ურთიერთ თანამშრომლობის, ურთიერთ თანადგომის, ურთიერთ სოლიდარობის, არა ჩასაფრებულის პოზიციებიდან ყურებით, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვისაც აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური, სულიერი, მენტალური მზაობა იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ემსახუროს, აი ასეთი ადამიანების გაერთიანების ერთადერთი უალტერნატივო წინაპირობა დგას დღეს. თუ ჩვენ ასე არ მოიქცევით, თუ არ გამოვალთ ვიწრო პარტიული აზროვნებიდან, პარტიები დამთავრდა. არ არსებობს დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტია, არ არსებობს პოლიტიკური პროცესი. ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური კლანის მიერ გადაწყვეტა, ვინ უნდა იყოს დღეს პოლიტიკაში გარკვეულ დონეზე, იმდენად, რამდენადაც მას გარეშე ძალებისთვის თვალში ნაწრის შესაძლებლად ჭირდება, რომ ხა სრულიად ერთპარტიულ დიქტატურას ბოლშევიკური რაღაც პლურალიზმი შექმნას. ბოლშევიკურს ვერ დაამყარებს დღეს არ უწყობს ახლა გარემო პირობები ამას, მაგრამ აი ეს ფსევდოპლურალიზმის შესაქმნელად მას ჭირდება, რომ ვიღაცეები იქ აწყავდეს. და ახლა ამაში ჩვენ პირადად არავითარ შემთხვევაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს არის თავის მოტყუება, ჩვენი ამომრჩევლის მოტყუება, საზოგადოების მოტყუება და პირველ რიგში სიმართლის წინააღმდეგ წასვლა, რაც არის ჩვენთვის უმთავრესი. სიმართლის წინააღმდეგ წასვლა არის ის, როდესაც ჩვენ ცდილობ, რომ რაღაცა დაალაგო დღეს აი ამ მართლ კლასთან. ამასთან დალაგება არაფერიც არ არის დღეს საჭირო, დღეს საჭირო არის ჩვენი ერთობლივი ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიხსნათ. აი ის რომ მთვარის მოტაცება გამსახურდიას რომანი მთვარი აი ეს პროცესი იყო გასავლელი, რომ აი საქართველოს უნდა მოვიპაროთ ასე კაი გაგებით ვიზახი აი ამ მტარვალი ადამიანების ხელიდან, ანუ იმ ადამიანებს უნდა გამოვტაცოთ ჩვენი სამშობლო ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ვინც საქართველოს სულიერი და ფიზიკური განადგურებისთვის იღწვიან, ვინც იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს გადააქციონ საკუთარი ფინანსური პოლიტიკური მიზნების განსახორციელების ინსტრუმენტად, ვინც იბრძვიან იმისთვის, რომ დაეპატრონონ ქართულ რესურსებს, ვინც ყიდიან ქართულ მიწას არაბებზე და ინდოელებზე თუ რაღაც ადამიანებზე. ეხა ეშინიათ ხოლმე, რომ ქსენოფობიაო. ვერავინ ვერ დაგწამებს ჩვენ ბრალთ ქსენოფობიაში და ვერავინ ვერ დასწავებს ქართულ ერს ქსენოფობიაში, ესე იგი ბრალს ვერ დაძდებს, იმიტომ რომ ქართველიერი ბუნებითად არ არის ქსენოფობი, ჩვენ მრავალ ეთნიკური საზოგადოება გვქონდა, მაგრამ ეს მრავალ ეთნიკური საზოგადოება ოდითგანვე ქმნიდა, აი მე ლევან ვასაძის სიტყვები მოვიყვანე, ხშირად მომყავს ხოლმე, რომ ძალიან მომწონს ეს შედარება, აი როგორც თაიგულსო ყოველთა სიმრავლე ქმნის, მაგრამ ის ერთი კონკრეტული თაიგულიაო, აი ასეთი იყო მრავალეთნიკური საქართველოს, სადაც ავტოქტონი ქართული ეთნოსის ირგვლივ თანაარსებობდა სხვა მცირე ეთნიკური ჯგუფები, ეთნიკური უმცირესობები და ისინი საერთო ჯამში ქმნიდნენ ერთიან ქართულ ეროვნულ ორგანიზმს, ერთიან ქართულ მსოფლიოში უნიკალურ ქართულ თვითმყოფად სამყაროს, უნიკალურ ცივილიზაციურ ფენომენს, რაც იყო საქართველოს ათასწლეულების განმავლობაში საქართველოს მიწაზე, კავკასიის გულში. და დღეს ხდება ეთნიკური სურათის სრულიცვლება, ეთნიკურ ქართველთა უმცირესობაში გადაყვანის პოლიტიკა, ათასობით ჰექტრები იყიდება აბსოლუტურად ჩვენთვის კულტურულად შეუსაბამო ადამიანებზე, ისეთ ადამიანებზე, ვისთანაც არანაირი კულტურული, ისტორიული ბმა არ გაგვაჩნია, პირიქით საუკუნეების განმავლობაში მათთან გაგვაჩნდა მხოლოდ მტრობა და დაპირისპირება. დღეს ასეთ ადამიანებზე იყიდება საქართველოს რესურსები. წმინდა ნიკოლოზ სერბი ძალიან კარგად ამბობს და მე ესეც ხშირად მომყავს ხოლმე არგუმენტად და ადამიანთა, ესე იგი, შესაგონებლად თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ როდესაც ერი ყიდის თავის მიწას, როდესაც პოლიტიკოსები ყიდიან, ისინი ყიდიან თავის ისტორიას. იმ ისტორიას ყიდიან, რომელიც არის წინაპართა საფლავები, რომელიც არის წინაპართა ბრძოლით და სისხლითა და ოფლით გაჟღენთილი, ხო, ძვლებით. წინაპართა ძვლებს ყიდი, წინაპართა საფლავებს ყიდი და ამის გამო უფალი მოგთხოვს შენ პასუხს. აუცილებლად პატრიარქმა ბრძანა ილია მეორემ, ხო, რომ არავის, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არ აქვს უფლება იმისა, რომ გაყიდოს ქართული მიწა, რამე თუ ეს მიწა, საქართველოს მიწა არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი და ეს არის ის არსებო არეალი, რომელიც უფლის საიდუმლო განგებულებით მიეცა ჩვენს ერს და ჩვენმა ერმა ამ მიწაზე უნდა იღვაწოს და აღასრულოს ის მისია და ის ფუნქცია შეასრულოს, რისთვისაც არის მოწოდებული ქართველიერი და საქართველოს წინაშე ღვთისა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უკანონებს არაბულ კომპანიებს, რომელიც შლის და ანაწევრებს ქართულ მიწას, საქართველოსთან მიერეკება ადამიანებს და ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ დატოვეთო საქართველოს ახალგაზრდებმა, იმიტომ რომ აქ არ არის შესაბამისი პირობები ცხოვრებისთვისო
საინტერესო და რამდენი ადამიანი მიდის ჩვენს გარშემო და ტოვებს საქართველოს, ამას თქვენ ყველანი ძალიან კარგად ხედავთ და ირგვლივ რომ მიმოვიხედოთ, ჩვენ ამისი ფაქტობრივი მტკიცებულებები არაერთი და უამრავი გაგვაჩნია და ეს არ არის ჩემი ცარიელი სიტყვები და ესე იგი პოლიტიკური პოპულიზმი, არამედ ეს არის მოცემული რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ ვიმყოფებით და ამ მოცემულ რეალობაში ჩვენი ეგზისტენციალური დანიშნულება და მიზანი დღეს უნდა იყოს, როდესაც მოწოდებული უნდა გავხდეთ პოლიტიკური მიზანი, რომ ჩვენ შევცვალოთ არსებული პოლიტიკური სისტემა. ეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც ცლის, რომელიც ეთნიკურად ანაცვლებს, რომელიც ეთნიკურად ანადგურებს ქართველებს, რომელსაც ეთნიკური ქართველი გადაჰყავს ეთნიკური უმცირესობის რანგში და ეთნიკური ბატონ-პატრონობიდან ამ არეალისა გადაჰყავდა მომსახურე პირობებში, მომსახურე პერსონალად ვიქცევით მალე თუ ეს ასე გაგრძელდა, იმ არაბული და იმ ჩინური და იმ სხვადასხვა კომპანიების და ინვესტორების, ეგრეთ წოდებული ინვესტორების მომსახურეებად გადავიქცევით გარკვეულ რამოდენიმე 10 წლეულში თუ ეს ტენდენცია ასე გაგრძელდა და აი ეს რომ შეჩერდეს და ამას რომ წინ აღვდგეთ, აუცილებელი არის ჩვენი მიზანდასახული ბრძოლა, არა სოციალურ ქსელებში აქტივიზმისთა და არა ასე მხოლოდ პათოსით, არამედ რეალური ქმედითი ჩართულობა და დრო ამაზე გამოფხიზდეთ, დრო ამაზე დავიწყოთ ფიქრი და დრო ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში აი ამ ბრძოლაში, რამე თუ ჩვენს წინაშე მდგომი საშიშროება ითხოვს ჩვენს რეალურ ქმედით ზნეობრივ პოზიციის პირველ რიგში გამოხატულებას. სანამ გადავალთ, პირველად სიტყვაა და სანამ გადავალთ, მაშინ ჯერ უნდა ვთქვათ, უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი ნება, რომ ის რაც ხდება ჩვენ არ მოგწონს, იმიტომ რომ ის რაც ხდება მიიყვანს საქართველოს კრახამდე და აღსასრულამდე. ეს არის მოცემული რეალობა და ამ რეალობაში ეხა თუ ვიღაცა ჩვენზე უკეთესად გააკეთებს, ჩვენ იმას დაუდგებით გვერდში. არავინ აქ პირველობას და არავინ აქ იმას არ იჩემებს, რომ ესე იგი ჩვენ გვინდა ერის მამები და ლიდერება წარმოჩინოთ. უბრალოდ ჩვენ ძალისაებრ ვცდილობთ, რომ ამ პროცესს შევეწინააღმდეგოთ და ხალხისგან ჩვენ გვჭირდება თანადგომა და სოლიდარობა და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, კრიტიკის პოზიციიდან და რაღაცა ფეხის დადების პოზიციიდან, რომ აი მარტო ლაპარაკობთ, არაფერს აკეთებთ, აი როგორც იციან ხოლმე აქ წერა და ასე შემდეგ. ესე ვინც უდგება საკითხს, ის ემტერება იმ საერთო მიზნის განხორციელებას, რაც ჩვენი საერთო აი ეს ამოცანა, რადგან მე გესაუბრე და აქედან გამომდინარე დღეს ქართული ოცნების პოპულიზმზე ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე თავად უნდა იყოს პასუხისგამცემი. ანუ ის პოპულიზმი, რომ რაღაცა უტოპიურ ოცნებაში შევდივართ, ყოველი არჩევნების წინ რომ არის, რომ იწყება ჩვენი ოცნებების ასრულების ეხლა ნანატრი პერიოდი, ხო? აი ზებუჭაში ჩაკიდული ოცნებასავით, რომ ესე იგი როდის დარეკავს ეს ზებუჭას, დათა თუთაშხიას მომყავს ლიტერატურული ანალოგია ამ შემთხვევაში. აი ასეთ მდგომარეობაში რომ არ ვიმყოფებოდე და რაღაცა უტოპიას არ ველოდეთ, რომ ოცნებების წელი ასრულდება და 2030 წელს, ხო, ეხლა ხო გეუბნებიან, ევროკავშირში შევდივართ, ეს ხო სიგიჟია. აი ამ პოლიტიკით როგორ შეიძლება ჯერ ეს ერთი რამდენად ჩვენ გვინდა არ გვინდა, ესეც ნაყალბევი საზოგადოებრივი გამოკითხვები კიდე ცალკე თემაა. რომ ქართველი ერის ნება სად არის, სად უნდა ამერს იყოს, რა კოალიციებში, რა ერთობებში, ამაზეც არავინ არაფერს არ ეკითხება ქართულ ხალხს და უბრალოდ ვიღაცეებმა ზედა ტრიბუნებიდან გადაწყვიტეს, რომ აი თქვენ ესეთი ნება გაქვთ და ჩვენ დაგვაჯერეს, რომ აი როგორც არჩევნებზე ეხლა რას გვეუბნებიან, რომ ისეთი ძალები უნდა გავაუქმოთო, ვისაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვთ, იმიტომ რომ ისინი საფრთხეს ქმნიან, რომ 2% არის და ბარიერს რომ ვერ უახლოვდებიან, ისეთი ძალები ჩვენ არ გვაინტერესებსო, მაგრამ თუ გაუჩნდებათო მათო ძალაო და თუ შეძლებენო ისინი საზოგადოების აზრზე გავლენის მოხდენასო, მაშინ მათაც გავაუქმებთ. მარტივად არის. ანუ ისინი ამბობენ, რომ რასაც გვინდა ჩვენ იმას გადავწყვიტავთ, როგორც გვინდა ისე წარმართავთ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორც გვინდა ისე დავალაგებთ ქვეყანაში პროცენტებს არჩევნების შემდეგ, ვისაც გვინდა გავაუქმებთ, ვისაც გვინდა გავაცოცხლებთ, ვისაც შევქმნით. აი ამ მოცემულობაში, ამ პოპულიზმზე პირველ რიგში ხმის ამოღება, პირველ რიგში გაცნობიერება, თეთრისა და შავის გარჩევა, ლაოძი რომ ამბობს უწოდეს სნეულება და გაგეცლება სნეულება, აი ეს დიაგნოზის დასმაა ეხლა ამოცანა, რომ ჩვენ გავსაზღვროთ რა არის ტყუილი, რა არის სიმართლე, რა არის ჩვენში ხსნა და სად არის ჩვენი დაღუპვა და ამის შემდეგ ძალების გამონახვა იმისათვის, რომ ჩვენ ვიმოქმედოთ შესაბამისად ამ ყოველივეს. გიგა, ეს რო ყველაფერი, რა თქმა უნდა, გეთანხმები, რა თქმა უნდა. ეს რომ ყველაფერი საუბრად არ დარჩება და საუბარი საუბრისთვის არ ყოფილა, არა მხოლოდ ამ პოლიტერთობის შემადგენლობაში მყოფი პიროვნებებისათვის და ძალებისათვის, თვითონ კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსისათვის და აღარ მოუყვები იმ, ასე ვთქვათ, საქმეების შესახებ, თუ რა, როგორ
ასე ვთქვათ, მოიმოქმედა ამ ძალამ და მართლაც მისთვის რომ დაეჯერებინა იოტის ოდენად მაინც დღევანდელ უკვე მონსტრად ჩამოყალიბებულ, ასე ვთქვათ, ხო? ეს მონსტრიც როგორი სიტყვაა, იცი გეგა? აი, მონსტრი თითქოს რაღაც უძლეველობის მითსაც წარმოშობს, უძლეველობის იარსახეს აძლევს. არანაირი მონსტრები ესენი არ არიან. იქ სადაც საღი აზრია. იქ სადაც ერთსულოვნებაა, ძირითად ხერხემალ საკითხებზე. იქ სადაც ერის გამოხსნაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რაიმე ძალა დაუპირისპირდება ან დაბლოკავს აი ამ ცუნამს, რომელიც წალეკავს ყველაფერს? ასე რომ არავითარი პარტია სწორად აღნიშნა გეგამ. ეს არის ზეპარტიული ამოცანა და დილემაცაა უკვე ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რომ ქვეყნის გამოხსნა მოხდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ერთობა პარტიულ ნომენკლატურული თვისებით შეიქმნა? არავითარ შემთხვევაში, ბატონებო, აქ ნიმუშიც კი მივეცით ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომ არავითარი პარტიულობა, არავითარი პარტიული საკუთრივ შენი პარტიის დროშა არა, ქართული დროშის ქვეშ, ერთსულოვნების დიდი და რა თქმა უნდა შეუდრეკელი და იმ მართლა კურთხეული გზით სიარული, რომელიცაც ყოველთვის მოქონდა შედეგი და არც ეხლა დაგვტოვებს უშედეგოდ თუ ასეთ გზას ჩვენ არ ავწდებით. რაც შეეხება შემეცნებას, ქართველი ერი გონიერია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო, ასე ვთქვათ, 30 წელზე მეტია უკვე გასული, 3 წელზე მეტია გასული, რაც განათლების სისტემა გეგმაზომიერად მოკლეს, მოსპეს, განათლების სისტემას სულ ცალკე მხოლოდ განათლებას რომ მიეძღვნება ფორმატი, აი ასეთი ფორმატიც საჭიროა ჩემო გეგა, რა თქმა უნდა, რომ ამის შესახებ განივცოს საუბარი და მოწვეულიც გვეყოლება რამოდენიმე ადამიანი, ასე რომ ყველაფერი არის ბმაში, ყველაფერი არის ჯაჭვში, როგორც ნეგატივი, ასევე პოზიტივი, მაგრამ ნეგატივს უარყოფიც აქვს თავისი სასრული და იმას, რასაც ღვთის შეწევნა აქვს, ის არის მხოლოდ და მხოლოდ საღმრთო და საერო თვისებისა და ასე ვთქვათ, სულის მატარებელი და რა თქმა უნდა, შედეგიც და ნაყოფიც როგორც ასეთი არ დააყოვნებს. ამიტომაა საჭირო, რომ ეს საუბარი მხოლოდ საუბრად კი არ აღიქვათ, როგორც ილია მართალი ბრძანებდა, ეს სიტყვაა საქმიანი და საქმეც სიტყვიანი უნდა იყოს, იცით? საქმეც უნდა იყოს მეტყველი და სიტყვაც უნდა იყოს უკვე აი საქმედ ქცეული. სწორედ ამ სულისკვეთებით და პათოსით გესაუბრებით ვართ ორიენტირებულნი და მართლა მუხჩაუხრელად იმ ბრძოლაში, რასაც ქვეყნის გამოხსნა ჰქვია. დიახ, რომელი პარტიების გაუქმებით უნდა შეგვაშინოს ახლა და ვინ უნდა შეგვაშინოს? ეს არის ზეპარტიული თქო აღნიშნეთ ამოცანა. ან მოსალოდნელი გაუქმებით. ან რომელი დაპატიმრებებით და ასე შემდეგ. ჩვენ ამისი მაგალითი ჯერ კიდევ, როდესაც ეს ერთობა, სანამ ეს ერთობა საქართველოს პატრიოტთა ერთობა ჩამოყალიბდებოდა, თქვენ მოგეხსენებათ, მანამდე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივი ძალების კონსოლიდაცია მოხდინა და ერთიან დიდ ეროვნულ ერთობად ჩამოყალიბებულიყავით და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ირგვლივ შეიქმნა ჩვენი ეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთობა, რასაც დღეს ყველანი ჩვენ წარმოვადგენთ. მაგრამ სანამ ეს ასე მოხდებოდა, ქართულმა იდეამ ისიც მოგეხსენებათ, რომ პარტიაზე უარი თქვა, ჩვენ პარტიურ ბრძოლაზე გავაკეთეთ აქცენტი და გავაკეთეთ საერთო განცხადება, რომ ვიწრო პარტიულობაზე აბსოლუტურად უარს ვამბობდით ლევან ჩაჩუამ და ჩვენმა თანამებრძოლებმა. შემდეგ, როდესაც ალტ-ინფოს კონსერვატიული მოძრაობა გააუქმეს, მაშინ
ქართული იდეა ლევან ჩაჩუამ პირადად გადაცა სამოქმედოდ მე ის პარტიაც გაუქმეს ანუ ჩვენ როგორც ასეთი უარი ვთქვით და დღეს ირმა ინაშვილი დავით თარხარმოურავი და ჩვენ ყველა ამ ერთობაში ვყოფი ადამიანები საერთო ამ იდეაზე ვთანხმდებით და ვაცხადებთ რომ ზოგადად ვიწრო პარტიული არეალიდან გასვლის დრო მოვიდა ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი ანუ ეს უნდა იყოს ზეპარტიული დიდი საერთო სახალხო ეროვნული მოძრაობა რომელიც საქართველოს გამოიხსნის რომელიც საქართველოს დაიბრუნებს რომელიც საქართველოს მოაპოვებინებს ჭეშმარიტად იმ თავისუფლებას რაც არის ჩვენი თავი ვეყუდნოდეს ჩვენამდეო როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებდა და აქ ვიწრო პარტიული დაყოფის ვიწრო რაღაც კლანური დაპირისპირებების და პირადი ინტერესებისა და ამოცანების დრო სრულიად დამთავრებული ამის დროს საერთოდ არ არის ეს არის ანტიეროვნული და ანტიქართული დამოკიდებულება დღეს დროა ჩვენ ყოველი გავერთიანდეთ აბსოლუტურად მთელი ერი და ბერი გავერთიანდეთ და ჩვენ ყოველმა დავამოწმოთ ღვთის წინაშე რომ ეს არის ჩვენი სამშობლო და ის იდეა განმოხორციელოთ, რასაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რაც არის ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ეს არის სამი მთავარი ღირებულება ღერძი, რაზეც დგას ქართული ეროვნული ცნობიერება და აზროვნება. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. აი ამან უნდა გაგვაერთიანოს. სხვა ჩვენ გამოერთიანებელი არაფერი არ აქვს. ამ სამი მთავარი პოსტულატის ფასეულობისა და ღირებულებების ირგვლივ უნდა მოხდეს მთელი ერისა და ბერის დარაზმვა და გამოხსნა ჩვენი სამშობლოსი იმ ჭაობიდან, იმ მარწუხებიდან, იმ ბოროტებიდან რაშეც ვიმყოფებით აი წეგან ბექა მონსტრი ახსენა ის ამბობს იობის წიგნში წერია ვინ ამოათრევს ანკეს ლევიათანს ვინ ამოათრევს ანკესითო იობის წიგნშია ეს დაწერილი და ესე რას ნიშნავს ეს ხო რომ შენ მიწიერი ძალებით ამ ხელებით უბრალო რესურსებით ვერ ძლევ ამ ბოროტებას ჩვენ არ ვებრძვით პაისი ათონელი ძალიან კარგად ამბობს დღეს ჩვენ ომი გვაქვს არა ალიფაშასთან დაუშვათ არა არამედ ეშმაკთან და ის ვინც ებრძვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ემსახურება ეშმაკის საქმეს და ვინც ემსახურება ეშმაკის საქმეს მასთან ბრძოლა ეშმაკთან ბრძოლას ნიშნავს მისტიური შინაარსით და ვინ დაუპირისპირდება ეშმაკს ახლა პოლიტიკით არასამთავრობო ორგანიზაციებით და გინდა ტელეეთერებით და ასე შემდეგ ეშმაკთან ბრძოლა ჩვენი სიმართლით უნდა მოხდეს ნათელი რწმენით უნდა მოხდეს ჭეშმარიტი ღვთისახელის მოხმობით უნდა მოხდეს ბიზანტიის იმპერიის დაცემა ერთი საუკუნედ გადაიდო როცა ერდაბერში აღორძინდა პალამისტური მოძრაობა და იესოს ლოსო დაიწყო უმფალი იესო ქრისტეს სახელის მოხმობით ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოების დამოწმებით სადაც ორი კაცია ჩემი სახელით მათ შორის მე ვარო ქრისტე ამბობს აი ჩვენი ქრისტეს მიერი ერთსულოვნებით ღვთის სახელის გაერთიანებითა და ღვთის დამოწმებით და სამშობლოს ერთგულებით ჩვენ მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ იმას რომ მივაღწიოთ გამარჯვებას თუნდაც პოლიტიკურს ქრისტიანული პოლიტიკა სხვა არის ქრისტიანული პოლიტიკა და არის ანტიქრისტიანული და არაქრისტიანული პოლიტიკა. ამაზე კარგად წერს წმინდა ნიკოლოზ სერბი, შეგიძლიათ გაიცნოთ ამას. ქრისტიანული პოლიტიკა ეს არის სასოფლმოებზე ორიენტირებული პოლიტიკა, რაც მე წეგან მოგახსენეთ. როდესაც ეძებ უპირველესად ღვთის სამეფოს და მის სიმართლეს და ღვთის სამეფოს, ზეცის მარადიული სამეფოს და ჩვენი ჭეშმარიტი ერთი მარადიული მეფის ანუ ქრისტეს მცნებებითა და ქრისტეს კანონებით წარმართავ მიწიერ პოლიტიკას. აი, როდესაც ეს სინერგიაა მიწიერ და ზეციურ სამეფოს შორის და როცა მიწიერი პოლიტიკა ზეცის პოლიტიკას ეთანხმება, აი მხოლოდ ასეთ პოლიტიკას აქვს შედეგი ნაყოფი, კეთილი ნაყოფი, ასეთ პოლიტიკას მოსდევს ჭეშმარიტი გამარჯვება, თორე დროებითი წარმატებები გამარჯვება არა. შეიძლება ვიღაცა დღეს პარლამენტში შევიდეს, ვიღაცამ დღეს კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს, მაგრამ ეს გამარჯვება არა. ეს არის დროებითი წარმატება. მაგრამ ჩვენ გვინდა გამარჯვება, რომელიც დაგვირგვინდება ღვთის სამეფოთი, რომელიც უფალმა ყველას მოგვარიჭოს და ამისათვის აუცილებელი არის ღვთის სახელით, ქრისტეს იდეით, ჭეშმარიტი სარწმუნოებით ჩვენი ეროვნული ერთობა და კონსოლიდაცია და მხოლოდ ამით შევძლებთ ჩვენ ჭეშმარიტ გამარჯვებას. ასაგებია სრულად არ დახარჯვა ადრენალინი. მინდა გითხრათ მეორე ფორმატიც გვექნება ჩვენ პატივცემულებო ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა აი ამ პირველი გადაცემისათვის რა თქმა უნდა მეორე გადაცემაშიც ჩვენ ვიქნებით და მცირე დროის შემდეგ თქვენი ზარებიც განხორციელდება პირდაპირ ეთერში ასე რომ ტრადიციას ტელევიზია ობიექტივი და სტუდია არ ღალატობს, რადგან ის მაჯისცემა, რომელიც ქართველ ერშია, რომელსაც მოწყვეტილი არასდროს არ ყოფილა, არც ერთი თითოეული ჩვენთაგანი და მთლიანად, აი ეს ერთობა და თვითონ პატრიოტთა ალიანსი ამას არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც ვადასტურებდით და
მომავალშიც არაერთ გზის დავადასტურებთ. თქვენთან ერთად მეგობრებო, ჩვენი თანაბრძოლობა ხშირად მithkoms და სულ გავიმეორებ. ჩვენ ვართ თანამებრძოლები. ოღონდ ჩვენ ჭოგრიტით მაყურებელნი კი არა, ერთ-ერთი მეწინავენი ვიქნებით. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არათუ სეირს, არამედ ყველაფერს ხიფათს. აბსოლუტურად, რაც კი მოსალოდნელი იქნება ჯანსაღი ძალის და პროტესტის წინააღმდეგ, დადგება ის ჟამი, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არაერთ გზის გვიწვნევია და კვლავ ჩვენ ვიწვნევთ. არ გადართოთ, სულ მცირე ხანში დაგიბრუნდებით დროებით.